მოგესალმებით მეგობრებო დუდგუნი გასული შენ რამე იცი რომ ეხა შეებულება მოდის მალე და რაღაცა ალბომი რო ჩაწერო შენი შემდეგ სეზონისთვის შეგვიძლია რაღაც კარგი ალბომი მუსიკალური გაფორმება გჭირდება დიდი ხანი არ ქონია და ხო რამე წაიყვანს ჩვენ ბენდს წაიყვანს ბაჩო მუსიკალურად ხო ჩვენ საღამოს მუსიკალურად გააფორმებს თან ილაპარაკებს თან თვითონ გააფორმებს სამ ტანცვით სამ ბაიოთ სამ ბილეთი პრადაიოთ ისე მაგარი იქნება შენ რო აკეთებ შეზავა ტიხრებს რო აკეთებ არა ვაფშე ისე მიდის საქმე რომ ჩვენი პოლიტიკური შოუ იქნება უკვე იუმორისტული ანუ ხო ანუ არ გამოდის ანალიტიკური აღარ გამოდის და არა სხვა შორის ისე მაგარი შოუ კი გვაქვს არა მეუნები საგანი და ისი ანალიტიკაც უნდა გააკეთო რომ აი ოპოზიციის და პოზიციის გეხუმრება რამეზე გრიგოლ გეგელიაზე გეხუმრება არა აი გრიგოლ გეგელიას გამონათქვამები ეხლა ხო უკვე აღარ არის ანალიტიკური და თავიდან ბოლომდე სხვა შორის ოპოზიციამ იმ სტადიას მიაღწია რომ ვეღარც გააშარჟებ რა მაგათ ნათქვამს აი უარეს მართლა ვეღარ იქნება მაშინ გეტყვი რომ უნდა ჩვენ ეხლა ამ შვებულებისას გავიაროთ სასწრაფო კურსები ფსიქოთერაპიის კი არა ანალიზის არა ნევროპათოლოგიის კურსები და როგორც პაციენტები ნევროპათოლოგიური პაციენტები ისე უნდა ვილაპარაკოთ ფსიქოტროპულ წამლებზე რეცეპტი და გითო ეხლა მე არ მინდა რა შემატყე არა სხვა რამეს ვამბობ ჩვენ როგორც კლინიკური სიტუაცია ისე განვიხილოთ ზაზას აქვს ძალიან მაგარი გამონათქვამი საქართველოს ფსიქიატრიული რესპუბლიკა ესეთი რაღაცა თქვა შატირას ნუ ჩვენ მაგარ ფილოსოფოს და ეგ დავარქვათ გადაცემას და მომყვეთ სად არიან და რას აკეთებენ აგერ ბატონო შენ ხარ ჩემი ბატონი როგორ ჯობია რომ იმითი დავიწყოთ რეზოლუციით ხო ევროპარლამენტში მიიღეს მერვე რეზოლუცია და მე მგონი არის ყველაზე კომიკური რეზოლუცია მანდაც რა ჩვენ ოპოზიცია ისე გაფარჩაკდაო რა თლიანად ამ deep state-ის სრული აგენტურა მათ შორის გარე ბიუროკრატები უკვე ისეთ სიგიჟეს ამბობენ რომ რეზოლუციაში ბიჭო იმის აღნიშნვა რომ სააკაშვილი არის გამოსაშვები პოლიტპატიმარი და სალომე ზურაბიშვილი ასაღიარებელი ლეგიტიმურ პრეზიდენტად ყველაფერს გაიგებ გესმის აი ვაფშე ყველაფერს იმ 1000 იდიოტობას გაიგებ სვიფტის იმიდან გამოსწორ საქართველოს მან თავარი რა არის რომ ანუ ევროპარლამენტი კი არა ვაფშე ამ საერთოდ არ შემხელობასთან არ არის ევროპარლამენტმა როც მიიღოს ეს რეზოლუცია რაც მანაწინა 7 არ მიუღია და საერთოდ არანაირ ბერკეტი არ გააჩნია დამოუკიდებლად ევროპარლამენტს რომ სვიფტიდან ჩაქუსნას ეს ერთი ну მეორე ისედაც არაფერი არ გამოვოთ, იმიტომ რომ მინიმუმ ორი ქვეყანა უნგრეთის და სლოვაკეთის სახით ყოველთვის ჩვენ ხარეს იჭერს და სვიფტიდან გათიშვა ესე არ არის. მან ევროკავშირის ქვეყანებზე ამერიკის სიტყვა არის გადამწყვეტი და ასე შემდეგ. მაგრამ ის რომ ანუ სალომე ზურაბიშვილი აღიარეთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ან მან თქო მაინც კითხვის ნიშანი არა დავუშვათ ანუ იმაზე რომ ყოველგვარი ფაქტის და არგუმენტის გარეშე გეუბნებიან რომ გაყალბებული არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს. ნული ფაქტიდან უყურე აქ ხო ვერ ანუ ვადა ამოიწურა. ხო. მორჩა. ან მანდაც ხო რამე არ არის ანუ ეგეც ხო ის არისო რა ქვია ხალხის მიერ არჩევადი ბიჭო რა არის უნდა დანიშნულიყო პრეზიდენტი. სწორი ხარ აბსოლუტურად. მართლა რო გიწევდეს ბიჭო კამათი სიტუაციაზე აი მაგალითად ჯანდაცვის მოდელი როგორი ჯობია ეს ტარგეტირებული თუ უნივერსალური რო გიწევდა განათლების სისტემა ჯარი რაღაცას აკითხებზე ბიჭო არ არსებობს და ორი განსხვავებული აზრი ორი სიმართლე არ ვიცი ჩვენ გვიწევს ცხოვრება იმ პოლიტიკურ რეალობაში სადაც გიმტკიცებენ შავზე თეთრს ანუ გაზლაითინგია ჩვეულებრივი და ჩვენ რო ლაპარაკობდით რომ მოდი ამ რადიკალურ ოპოზიციას რაღაც კომპიუტერული თამაში და მოდელირებული რეალობის სიმულაცია შეუქმნათ რაღაცა ის ვათამაშოთ სადაც თვითონ იქნებიან პრეზიდენტობანას ითამაშებენ მშენებლობანას და რაღაც დაიკმაყოფილებენ ამ პერვერსიულ სურვილებს და კომპენსაცია მოხდება თურმე ეს არ არის შიდა მოთხოვნა მაინც და მაინც გარეძალებიც ზუსტად ანალოგიურად იქცევიან როგორ შეიძლება ნუ კაი აი მიშაზე ხო კაი პოლიტპატიმარი დაწერე რომ გააყალბეთ სალომე ზურაბიშვილი
რო გვინდოდეს შესრულება მაგ სასაცილო და სხვა შორის არ ვიცი ევროკავშირის მუღამი ამ შემთხვევაში ევრობიუროკრატების რა არის უბრალოდ ვიღაცამ მიაწოდოს ინფორმაცია რომ საქართველოში ეს ყველაფერი კონტრპროდუქტიულია მხოლოდ ევროკავშირს უწყავს ეს ყველაფერი ანუ რო გვინდოდეს თქვათ ამ რეზოლუციის გათვალისწინება რა უნდა ვქნათ სალომე როგორ უნდა აღიარო აი მაგალითად გადაგვიბრუნდა თავში რაღაცა და მოდი ეს რეზოლუცია გავითვალისწინოთ რა როგორ უნდა გაითვალისწინო მე ჯარი უნდა მიადგეს სალომეს და უნდა იმას რა ქვია მე საერთოდ მიკვირს ბაღიარებ თქო სალომეს საერთოდ მიკვირს მეგობრებში ძილში მეგობრებო საერთოდ მიკვირს როცა ორგანიზაციის კოცებმა რო დავასტატუსოთ არ იცოდნენ ლეგიტიმაციას როცა ძინავს პრეზიდენტია ხო აი როგორ დეკარტეს მეფედას რა რომელსაც ეს აი ამ ეგრეთ წოდებული ინსტიტუციის დეგრადაცია ჩვენ ყველა ვნახეთ რომ დარბაზი იყო სრულად ცარიელი როდესაც ეგრეთ წოდებულად განიხილა შესაბამისად პუნქტები მიტოვებული აქვს პუნქტები ხელში ჩაგდებული აქვს ვიღაცა ერთ დამჭერს და ასე თქვათ აჭერენ ყოველგვარ განხილვაში ყველა კორუფციონერია ცხადად ეხა მეორე ცხადია რომ ეს კორუფციის შედეგია ეს კენჭისყრის შედეგები და რატომ იმიტომ რომ ჯერ უშუალოდ ფული შეიძლება არ არის გადახდილი მაგრამ არის ფრაქციული ინტერესები მომიტეხე ჯადი მოგიტეხავ ყველსა და დღეს თუ მათთვის ძალიან შორეულ ქვეყანას საქართველოს რაღაცა უაზრო სანქციებს ადებენ და იცინიან ამაზე ხვალ ასევე შეიძლება რაღაცა სხვა მხრივ გამოადგეთ ანუ ეხა ჩვენზე დარჩი ათენებენ აღამენ მერვე რეზოლუციას რო იღებენ ერთი წლის მანძილზე და მესამე ეფექტურობის კუთხით თვითონ თავიანთივე ამ რეზოლუციაში აქვს ჩანაწერი რომ წუხან არაეფექტურობის გამო თვითონ აქვს ჩანაწერი ანუ კომიკურობას თავიანთი მცდელობებისა ხვდებიან ეხლა რაც შეეხება პრეზიდენტის აღიარებას მაშინ რატო მაინდა-მაინც სალომე ზურაბიშვილი თუ ვადაგასული პრეზიდენტების ბარემ სააკაშვილი აღიაროთ ხო ლეგიტიმურ პრეზიდენტად გამსახურდია და დაწყებული გარდაცვლილია ზოგიერთი მაგრამ ჯერ ერთი აღიაროთ ყველა აღიაროთ შთამომავლები ან რაღაცები ესეთი მოვიფიქროთ და სააკაშვილიც იყოს იქა მარგველაშვილიც იყოს არა მე წინააღმდეგი ვარ არა ყველა ზოგიერთ გამსახურდის ლეგიტიმაციას აღიარო ხდება იქ სააკაშვილი არ უნდა იყოს სააკაშვილი იყოს პისბოით იქ შევკრიბოთ ეს გარდაცვლილი თუ ყოფილი პრეზიდენტის კლუბი მიშასთან ედიკას როგორ აყენებთ თუნდა უნდა დაიწყო მიშადან მაშინ მიშა მარგველა სალომე და ეგა ყველა ეს ტრიუმვირატი სამი ადამიანი აღიარო ძმაო მიშა გამოვიდეს და ჩავაბაროთ სხვადასხვა სფეროები და მართონ რა ტრიუმვირატი აი ამ აბსურდამდე მან იყო კიდე ერთი აგრეთვე ძალიან აბსურდული და მორიგი ვერ გაგება ჩვენთან არსებული კონტექსტების რეზოლუციაში ჩაიწერა რომ რეკომენდაციას იძლევიან და მათ შორის მოუწოდებენ დიდ ბრიტანეთს რომ საბანკო ანგარიშები გაუყინოთ ბიზინა ივანიშვილს. ანუ ამათ კიდე გონიათ რომ ფულზე შანტაჟით ბიზინა ივანიშვილს რაიმეზე შეაცვლევენ ან წარმოდგენას ან მოქმედების ვექტორს. ანუ ესეთი იდიოტი ხო მართლა შეიძლება უნდა რომ იყოს. მან არის მეორე რეფლექსია ევროკრატების რომ მეტი არიციან. ანუ ეს იყოს შენი თავარი, აი მოდი ეხა მაგარ იმაზე გავედით. მეტი არიციან. აი მოიცავ ბრიტანეთს ვთქვათ რომ თუ რამე ანგარიში აქვს იქ და ფული თუ აქვს დაწოლო იქ მეტი რო არიცი როგორც შეეცინა რომ მაგერ არის დავით უსუფაშვილი გენიალური ადამიანი რომელიც ძალიან მაგარ რაღაცას ამბობს თქოდ გავუშვით. როდესაც მეკითხებთ თქვენ რომ მოიყვანეთ ივანიშვილი ესე იგი ახლა რას ფიქრობთ? ჩემგან არ მოისმინეთ ეს პირველად. გავიგე ვისგანაც არ უნდა იყოს ეს. ვინ წავიყვანეთ და რატო წავიყვანეთ ამაზე ვილაპარაკოთ ახლა ანუ პროვოცირება არ ვილაპარაკეთ. დედა მომიკვდეს ჩემს შვილებს გეფიცებით იქ ვიყავი თითოეული ნაბიჯი მახსოვს ამას თუ ბიზინა ივანიშვილი აი ამ იდიოტს ბიზინა ივანიშვილი თუ მოეყვანა რამე გზით ბიზინა ივანიშვილის მოსვლაში რამე მონაწილეობა ვინმეს თუ ქონია და მით უმეტეს ამ და მარტივად შეგვიძლია ეხა მართლა ბევრი იბრალებს ის კაცო ის ჩვენ ზვანდა მეგობარი გუბაზი რო გამოვიდა და ახლა ფორუმის გარეშე არ გამოვიდა თუთაისი ჩვენ მოვიგეთ რეალურად რო ვთქვათ აი მაგალითად დავით უსუფაშვილი იქ რო არ ყოფილიყო აფერა შეიძლება ხო რამე შეიძლება რამეს ვერ შეიძლება ან გუბაზი რო არ ყოფილიყო არაფერი ბაჭორს გუბაზი რო არ ყოფილიყო შეიძლება უფრო მეტი ეს აი უსუფაშვილზე შეიძლება დაგეთქვა მაგრამ მე ძალიან გამიჭირდება თინა ხიდაშელზე რო დაგეთა რა თინა ხიდაშელი ფაქტორი იყო ძმაო
ძალიან ძლიერი ფაქტორი იყო მაშინ. შენ ბიჭო, თინა ხიდაშელი იყო ბიძინა იმაშვილი, ყველა ამათ გარეშე მაინც მოვიდოდა პოლიტიკაში და მაინც ეკნებოდა ბიჭო, რა შენ გემასწორებ ის დაიამხანა. თქვენ მე დაიბადები ის ვადარებ დავით უსუფაშვილს. ჰენგოვერი მეორე ხო გაქვთ ნახი? სადაც ტაივანში არის თუ არ ვცდები ის ცოლი რომ მოყავს. ჩადის და ის ცოლის მამა რა სიტყვით რო გამოდის რომ ჩვენ გვაქვს ეგეთ საჭმელიო. გახსოვს? მოხუცებს მაგას გავსო ეს სიძე. მაგას გავსო რა არც ისეთი საჭმელიო, მაგრამ ბავშვებს და მოხუცებს ჭირდებათ, თორე ისე ყვებით ღირებულება დიდი არაფერი არ. არც გემრიელია. საშინელი გემო აქვს, დამბალი ბრინჯიო რა, მაგრამ მოხუცებს და ბავშვებს ჭირდებათ. ეგეთივე ტიპია. აცისული არ მოიკითხავსო, მაგრამ მაინც საჭიროაო ესეთი ადამიანები. მომხმარებელმა დაგვიწერა კეთილის სურვილმა, მაგის კეთილებზეც გავიარე, მალე თქვენი დღეც მოვაო ჩვენ გითხარით. რაშიო? ნუ ალბათ გემუქრება. არა, რა მხრივ მოვა. ხო, დააზუსტოს. ხო, იქნებ ბევრ ფულს ვიშოვი და უკვე რაღაცა. არა, რა მხრივ მოვა. მაგი არ უთქვია. ხო და რა მხრივ, მაშინ დაგვიჭერენ თუ ქსემენ. მალე თან როგორ დაწერა, იცი? მალე თქვენი დღეც კი არა. დღეს მოვა. მალე არა ხვალე თქო. ხო და რას გულისხმობთ, ხო დაგვიზუსტეთ. ბატონო მომხმარებელ. წინასწარ მეტყველია თუ არა, თუ просто გან. Users რა ქვია, username? ალექსანდრე ბულია. ალექსანდრე ბულია. კი, ეგ ცნობილი წინასწარ მეტყველია. ბული არის პულია, ხო? არა, ცნობილი წინასწარ. ხაბეიშვილი პეტაკანტროფი, რომელიც ალაბარაკდა ერთხელ და მე სულაბარაკობს. ხაბეიშვილს ჰქონდა TikTok-ზე თავისი რაღაცა მიმართვა ბიჭო. ბაჩო, კამერა იყენა ზემო და ქვემო და ჩემი დედავათი მე ვიფიქრე რატო არ უნდა დადიოდეს ეს კაცი ხელებითაც დადის კაცი ხო აი სუფთა ეგეთი ხო იცი ადამიანს ადრე უფრო მეტი ბალანი ქონდა რომ იმიტომ რომ ციოდა უეჭველი ეგ ტიპია და ფეხის გულზეც ეკნება შენ ბიჭო ხო არ მეღადავი ამ კაცის კომენტარი რაცა გაკითხა მაჩვენება ანუ ხო, მაგარი კაცი. სუდი დღე უნდა გვისურვოს, აბა რა უდაგდას, მე ხო არ მეღადავ. არაბი TikTokeri რო არის სუროტროლაო. არა, ის ჯექსონს მომღერიან არაბები, ის ტიპი. დაი, გავუშთავ ხაბეიშვილი. ხაბე ჩვენი. მართლა გეუბნებით, არ უნდა ეს ხალხი, არ უნდა. დადის ხელე. ეხა რა შპანაც არის ხელისუფლებაში და რასაც აკეთებენ, ეს არავის არ უნდა. ინგა არავის არ უნდა სერიოზულ ადამიანს ჩამოყალიბებულს ესენი. ეს ამბობს ვიღაცაზე შპანა. ვიღაცაზე ეს ამბობს შპანაო, ბიჭო. კაცი არის ევოლუციის რაღაც სხვა ეტაპი, რომელზეც ჩვენ არ ვართ. აშკარად. კაცი წმინდა სამეცნიერო ანთროპოლოგიური ინტერესს წარმოადგენს. კაცი არის ძალიან დაჟე შპანობამდე ველ დროში. შპანობამდე რო შორია ძალიან. არა რა შპანობა, მე სხვა შორის აი დემოკრატიას მაგნაკლს მოუძებნიდი. ხო. იმიტომ რომ ეს არ არის დაძინებული, ხო? არა, ამას რო ხმის მიცემის უფლება აქვს, მაგრამ დავაძინებდი მაგას. ბიჭო, შენ ძალიან არახუმანური მეთოდებით გამირა. რატო არ უნდა ქონდეს? ანუ ამას რეპრეზენტატორი არ ჭირდება. ანუ ამას ჭირდება დაჟე ახალი რაღაც უფლებითი კომიტეტი უნდა შეიქმნას, რომელიც იზრუნებს ამაზე. ადამიანის უფლებაში ეს არ ჯდება. მეგობრებო, უნდა დავაძინო. ანუ ეხლა უყურე საქალაქო სასამართლოში ეს რო დაუდგეს. ადამიანის გარდა სხვას უფლება არ აქვს. ხო და უყურე მაგას გეუნები მე. რაღაცა ხო უნდა მოუწოდოთ. რაღაცა ხო უნდა მოუწოდოთ. დავაძინოთ ესა. გეუბნებო, ცხოველებთან არა, შესწავლილია ეს ყველაფერი, კარგად შევისწავლეთ. ამის ანამნეზი აღებულია. რომელ ცხოველს ადარებ? ამის ანამნეზი როგორც წარმონაქმნს აღებულია. მე ვისა? კუს. მე ცხოველთა უფლებები ცხოველია მასთან შედარებით. დარღვევას ილი შენი მხრიდან და არ მოსულას. ერთი წუთით. ამის ანამნეზი. ცხოველები რა ჩვენ მეგობრები. ამის ანამნეზი აღებულია და ეს უნდა დავაძინოთ კრიოკამერაში. რომ იქნებ მოცა განვითარდება. 100 წლის მერე. ხო, როცა მეცნიერება უფრო განვითარდება და ანამნეზის აღების სხვა მეთოდები. ნაბოჭდა მე იქნებ სხვა რაღაცას ვიპოვოთ მათში. ესე ხო შეიძლება სადმე ფეხი წამოკრას და დაეცეს. თან რაღაცა ხელებს იქნებს უშნოთ, ვარჯიშობს, ეგრე არ შეიძლება. რატო იქნებს ხელებს? იმიტომ რომ დადის მაგ ხელები. ხო, უთუმეტეს კი ბატონო. პატა მაჯგალაც ყავს. და ოღონდ იცი რას რაფად დადის? ალეკოზის რაფად ხელი. არჩევნებში მონაწილეობით არაფერი არ წყდება, იმიტომ რომ არჩევნები არ არის, ეს არის ფარსი. ასე დავარქვათ ამას, ფარსია და ვინც მონაწილეობს შეცდომა არის, დასანანი შეცდომა არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაგრამ
მე ლელო დამჭირდება ზუსტად ვიცი 5 ოქტომბერს, დამჭირდება 6 ოქტომბერს. რა ხდება? ყველას ერთმანეთი დამჭირდება. გვერდით ამ პროტესტში, რომელიც ქართული ოცნების ვაში უკვე აღარ. გასაგები. ანუ მე მეგონა რომ ხუთში აპირებენ რევოლუციას. ერთი პარადოქსული სიტუაცია და უნდა თქვა თქვენი დებილი დედავატირე თქვენი. ესე იგი გაიყავით ორ ჯგუფად პოზიცია, ერთი საარჩევნო აგიტაციას ეწევით და მეორე ანტისაარჩევნო აგიტაციას, ხო? დედამამკი ჩვენ ხო ვართ პროპაგანდისტები ქართული ოცნების და პიარს ხო ვაკეთებთ, მეტნაკლებად მონაწილეობას ვიღებთ. აი რო გავჩერდეთ, გავჩუმდეთ და გულზე ხელი დავიკრიფოთ, საერთოდ არ უნდა საარჩევნო პროპაგანდა და პიარი ოცნებას. ხო ხდები რა სიტუაცია, ოპოზიცია ერთმანეთს ეომება. აი მაგალითად ახლა ხაბეშვილო დაждდეს საშიმშილოდ. ხო იყო? ეს იქნება ყველაზე არხეინად ჩატარებული არჩევნები, იმიტომ რომ საერთოდ არანაირი არა ის არა ოპოზიციისთან ბრძოლის საქმე საკეთებს ოპოზიციასთან ბრძოლის საქმეს აკეთებს ოპოზიცია. ბიჭო, რატო ხართ ესეთი დებილები? მართლა მაინტერესებს თქვენ, მართლა დებილებო თქვენ. კარგი გასაგებია, რომ აგენტები არასწორ დავალებებს გაძლევენ და იმედი გაქვთ რეზოლუციაში რაღაც იმ რეზოლუციას, სადაც თავად რეზოლუციის დამწერები ამბობენ, რომ ვიღაცა სიაბანდები ვართო და ვერ ვახცეთ, ეფექტურები არა ვართო. მაგრამ ესე როგორ შეიძლება ესე რამ გაგაგიჟათ? არჩევნებში ერთი პარტია, ერთი მასა არჩევნებს აგინებს, მეორე მასა არჩევნებში მონაწილეობას იღებს. ეს როგორ ხდება? ხუხაშვილი აგვიხსნის, აბა ხუხაშვილო მიდი. რა თქმა უნდა, რაციოს გარეშე მარტო მორალურ პედესტალიდან რაღაცების ლაპარაკი და რაღაც ილუზორული გეგმების დასაფა რომ რაღაცა ჩვენ 4 ოქტომბერს გამოვალთ ესე რომ თქვა იმას ვაჩვენებთ, ვერაფერს ვერ აჩვენებენ, აქამდე რამდენჯერ მოუწოდეს, ვინ გამოვიდა. არ გამოვა ეს ხალხი ესე რა. ეს არის ილუზია, მორი ყალბ ილუზიას ხნია რომ რაღაცის ორგანიზებას გააკეთებენ და საყოველთაო დაუმორჩილებენ. ნახოთ. აი ხალხო, თუ საყოველთაო დაუმორჩილებლობა ვინმე შეგიძლიათ, ეგერ შარშან ოქტომბერში გაყალბდა არჩევნები და ცხელი იყო, ახალი ჩადენილი იყო დანაშაული. გააკეთეთ, ვერ გააკეთეთ და რატო ქმნით ახლა ილუზიას რომ 4 ოქტომბერს გააკეთებთ რაღაც. ვერ გააკეთებთ პირიქით. თქვენ დღეს უფრო სუსტები ხართ, ვიდრე მაშინ იყავით. ხო, ნუ ეს რაღაცა მიარჭო. ოჩახ, ეხა უყურე ბუჩუკური გაუშვა ანა, იგივე სამბოს. მიდი, გახჩოს გოგო. ბოიკოტი არის ინსტრუმენტი, გზა რომ რაღაცამდე მიხვიდე. და რომ ვეკითხებით ამ ჩვენს კოლეგებს, რომ კი ბატონო იყენე ბოიკოტს, გამოიყენე კი ბატონო შენინება, მაგრამ 5 ოქტომბერი რო გათენდება, მე რას აპირებ, რევოლუციას აპირებ თუ რას აპირებ? იმიტომ რომ ნახეთ პრაქტიკაშიც და თეორიაშიც. ხელისუფლების ცვლილების ორი გზა არსებობს, ხო? ეს არის რევოლუცია და ჩვენ არ ვართ რევოლუციონერები და ეს იცის ყველამ გაცხადებულად და დახურულკარს მიღმა და არსებობს არჩევნები. დიახ, ეს არჩევნები და ის პირობები, რა პირობებში ჩვენ ყველანი ვართ, არის მძიმე. დიახ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს პირობები კიდევ უფრო დამძიმე, ეს არის ფაქტები. ხო, ეს აღარ ექნება შეფასება. ეს არის მადლობა, აღარ არის საჭირო. ანანო მაგარი გოგოა ძმაო. ხო, ეხა გადავიდეთ კიდე ძალიან მნიშვნელოვან ადამიანზე, რომელიც ეს რო ჩამოვიდა და გახარია რომ დატოვა. იმას ვინ უვისიქ? ეს არ ულიდა გახარია. არა ძმაო, ეხა იმაზე სოციომედია აქტივობას და ენგეიჯმენტზე ეზრუნავდა და შენ გულისხმობ ამას, ხო? ხო, აბა რა თქმა უნდა, აბა მართალია მე როგორ გაბედე? მე თუ როგორ ბედაო? ანანოზე ესე გარყნილი ვარ, მაგრამ მოლაში რა გარყნა, მაქსიმუმ ბაჩუზე თქვა რომ დილით საჭმელს უმზადებს. სასტუმროში არ არის საჭირო დილით საჭმელის გაკეთება. შუა დღეს ხო არის საჭირო? დევდარიანი არა ეგ ძმაო, იმას საუზმის გარეშე აიღებდა. დავიდა, კედი დევდარიანი. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაზე სამწუხარო სცენარი მივიღეთ 4 ოქტომბრისთვის, ნახევარი ოპოზიცია. ერთი 3/4 თუ 1/4 იქით არის, 3/4 აქეთ არის, არანაირი. და ამაზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, რომ ასე არ იყოს და არ გაერთიანდეს არასდროს ეს ოპოზიცია. ჟვაბე. ხდება ინდივიდუალისტებით რაღაცა დიდი სისტემა. სისტემა მარცხდება ასეთივე უფრო ჭკვიანი, სისტემიზირებული, დისციპლინირებული ძალით შეიძლება რომელსაც თან მით უმეტეს რომ ლიდერიც არ გვაქვს ჩვენ ხო ეს ერთიანი ლიდერი და ამიტომ ეს ლიდერიო ასეთი ჩვენ ყველანი ლიდერები ხართ ერთად პოლიტიკოსების არ გვინდა მაგრამ ეხლა უნდა უყვება ბუღაზე არაა ლიდერი ერთად აბა ძალიან მაგარი ბუღაზე ვახსენეთ და ჯოხი ხელში დავიჭირეთ აი ვინ არის გააჩერეთ კაცო აი ვინ არის ყველაზე დისციპლინირებული ყველაზე სწორი რატო არ ხედავენ ბუღაზეს გავუშვით ჩვენი ლიდერი ჩვენი რა ბუღაზ რაც არის ყველაზე ცუდი ყველაზე
არასწორი სცენარი. ყველაზე არასასურველი ქართული საზოგადოებისათვის. ორი პარტია აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში შესვლას, ერთი პარტია ვიმეორებ. ლიდერები მისი ლიდერები არიან პოლიტიკური პატიმრები, სხვა ლიდერები გამოეთიშნენ პარტიის ასე ვთქვათ ხელმძღვანელობას და დანარჩენი პარტიები კი არჩევნებში არ შედიან. ანუ დაგსაქსულობა, რომ ერთმანეთს წაიკიდონ, ერთმანეთს საქსი არ ევასება. თითი გაიშვირონ, შემდეგ როდესაც ივანიშვილი იმ რისკს დაიწერს, რაც უნდა მე ერთმანეთს აბრალონ, რომ აი თქვენ რომ ჩვენთან არ დადიკით, ამიტომაც ვერ მივიღეთ და ასე შემდეგ. აი ეს არის ივანიშვილის სასურველი სცენარი. ერთობას რომ ამოთ, ეს არის ერთობა კონკრეტული პოლიტიკური აქტი და არა სადღეგრძელო. მოსაბეზოში თუ გამოსვლებები აქვს ამას. სადღეგრძელო საკეთება, მაგრამ ბიჭო რაღაცების საქსი არ ევასება რა, საქსი არ მოწ. მაგრამ ბიჭო, თავარ მიზეზს ვერ ხვდებიან, რომ არ არსებობენ ესენი ეგზისტენცია. მაგრამ მაშინ ბატონმა ბუღამ უნდა დათმოს პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოს და პოლიტიკური აქტი იქნება მის. ბუღა ბიჭო არ არის ეს. ბუღა გალაშებულა ბუღა არ გინდა, ბუღა სხვა კონსტიტუციის ცხოველია არის და მაგიტო. ბუღა სხვა კონსტიტუციის ცხოველია და ლაშა ბუღაძეს საერთოდ არ ეთანადება ეგ ცხოველი. ეს არის ბუღა, ოღონდ წარმოიდგინე. არანაირი ბუღა არა, გეუნები. წარმოიდგინე ბუკა პეტრიაშვილის ნაირი ბუღა. გასაგები. აი ეგეთია. ხო და ამან უნდა ჩაიძინოს მაშინ მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი. რახან ლელოს ეს დაუპირისპირდა. დაუბრუნოს პრემია საბა მამუკა ხაზარაძეს. როგორც გაბრაზებულმა ხო? მე მგონი ორი პრემია. ეგრე არის, მაო ისინი რა ქვია, არტისტები რო ნაწყენდებიან რაღაცა კონკრეტულ იმაზე, იმას უკან აბრუნებენ. შენ პოლიტიკას და ხელოვნებას ერთმანეთში ნურევ რა. ვაი, მანთხან რა შუაშია ეხა თორე ხო ბაზარი. დიკა ცკიტიშვილი ეს მახსოვს ეს ქართულოსნების რიგებში იყო თავი. დიკა იყო და დიკ გახდა მე. მაშინაც დიკ იყო შეიძლება ითქვას. მე ვფიქრობ, რომ არჩევნები თუნდაც ავტორიტარულ სისტემაში არის ერთ-ერთი გზა პოლიტიკური პროცესების მართვის და პოლიტიკური პროცესებში ჩართვის, თუმცა დღეს ყველაზე დიდ საფრთხედ ხედავ იმას, რომ ოპოზიცია იყოს პოლარიზებული, ჩვენ ამას დღეს უკვე მთელი დღის განმავლობაში ხედავთ, როგორ იწყება დუღილი, იმიტომ რომ ბოიკოტის მომხრეებს არა აქვს სხვა გზა, თუ არა, ეს თქვა მიმართონ თავისი, ეს თქვა ნეგატიური ძალისხმევა არჩევნებში მონაწილეების მიმართ და ავტომატურად აუცილებლად იქნება შესაბამისი პასუხები და ამ თვენახევრის 3 თვის განმავლობაში კეთიშვილი დიკ. გაგზავნა ჩვენ ამ ვითარებაში. აუ, კაი, გასაგებია. რას ვერ ხვდებიან? მეგობრებო, კიდევ ერთხელ მინდა რომ გავუმართო. მე მაქვს ესეთი სისუსტე, რომ ყოველთვის ალბათ ჩემი ნაფიზიკოს არის ნასტუდენტი არის წარსულის ბრალია. სუსტი ბიჭი ხარ? სუსტი ბიჭი ვარ. სისუსტეები ყველასა გვაქვს და ვინ არ არის? ვის არ აქვს სისუსტეები? ჩვენს გარდა ყველას აქვს. მე არა. გასაგებია. შენ ბოლადი ხარ. მაგრამ მე მაქვს რომ ბიჭო არ არსებობთ. თქვენი თავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ეხლა ერთიანობა არ გაქვთ. პრინციპში არ არსებობთ. ნოლების ერთიანობა ხო მაინც ნოლია. როგორც კი თქვენ გადაწყვიტეთ, რომ თქვენთვის კუთვნილი მანდატები ხალხის მიერ მონიჭებული არ გამომიყენებინათ, მან გაქრით. იმიტომ რომ მისტერ დიკი ვის პარტიაშია? მისტერ დიკი ვის პარტიაში? ეხლა ლელოშია ბიჭო, რას მეუნები? ეს ნალევაკარი კაცი. ნალევაკარი, ოღონდ როგორი იცი? კაი, გეგელი რო იყო ნალევაკარი, ესეთი ვინ იყო? ჯერ ეს ერთი არა, გეგელზე მეტად ნალევაკარი არა. გეგელთან შედარებით ასაკი და რაღაცა. არა, გეგელს არ ქონია პოლიტიკური ცხოვრება მანამდე. მას ქონდა სამეცნიერო კვლევითი უფრო პროცესები და ამას ქონდა ბიჭო, ეს იყო საქართველოში, არ ვიცი, ევროპული welfare state-ის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ანუ ევროპული სოციალური სახელმწიფოს იდეას, კეთილდღეობის სახელმწიფოს იდეას, სოციალური პაკეტის იდეას ლამის ესგვაცნობდა. ანუ მაგაზე მუშაობდა და სპეციალიზირდებოდა და ტიპი გადავიდა ბანკის პარტიაში. არ არის ლელოში, მართლა ლელოშია. დედა ღმერთო, აბა რაღაც ცემ სერიოზულად პასუხს თვითონ გასწავლის თავს პასუხს. უბრალოდ მეგობრებო, სალგოდი მაგარი. ვინც არაზგებს. და მე იტყვით გუბაზია ყველაზე უპრინციპო. ვისაც არაზგებთ ხმას არის ისე უამრავი ადამიანი 800,000 იყო წინ არჩევნებზე. ეს ხალხი არ არსებობს, მორჩა დაამთავრდათ. უგულებელ იყო თქვენი ნება და ამით არის, იცი რა არის ეს რაღაც დანტესეული მართლა ძალიან ეპიკური ჯოჯოხეთია, როცა შენ არ არსებობ, ოღონდ გაქვს სიგნალები რომ არსებობ და აი იმაში რო არის მოჩვენებაში. რაღაცის შეცვლა გინდა და არ გამოგდის, იმიტომ რომ არ არსებობ. აი ეს დღეში არიან ესენი. არ არსებობ.
მოჩვენებაში იმას ქონდა მაინც სცენარი ცხოვრება და თავიდან პირდაპირ სიმულაცია რო ხარ რომელსაც რაღაც მომენტში შეიძლება ჯეროდეს რომ ნამდვილი არის, მაგრამ რო აწყდება იმას რომ თურმე სიმულაცია ყოფილა. აი ირაკლი ფალონიშვილი არ ჩერდება, ხედავ ეს ნაცია არის, ხო ირაკლი? აი ამას ძალიან დიდი ეგზისტენცია აქვს. დაუშვით. ანუ ეს არის გადამწყვეტი ფაზა და ჩვენს გადამწყვეტ ფაზაში ვართ ბრძოლის, არ უნდა გავწყდეთ, არ უნდა წავიდეთ ემიგრაციაში, არ უნდა ჩავიდეთ ხელი, უნდა ვიყოთ მაქსიმუმ დოქტორი სტრენჯი ეუნება ტონი სტარკს. We are in the end game now. არა, მათივე სპეცოპერაციაში მონაწილეობის მიღება, არამედ ქუჩაში მათი გადატეხვა. დიახაც, მშვიდობიანი მობილიზაციის შედეგად ჩვენ შეგვიძლია ტოტალურ შეტევაზე გადავიდეთ საფრთხეს მოაშორეთ. დაუშვი მანანა, დაუშვი. რატაშორის ეს არის, აი ამაზეც მეტყველებს რა მარტო ერთი რამის ხლა შეგვიძლია. ეს არის კაცი რომელმაც მიშას უწოდა მესი. აყარულა. ანუ მეტი რა უნდა. არა, მარტო მიშას უწოდა მესი. აი ეს კატის კუილი მართლა რა დიდი ბოდიშმე გულმო. გააცუა და აყროლა. ერთად დგომით. ერთად დგომით ჩვენ ჩამოვშალოთ სისტემა. აი სისტემის ჩამოშლილი შენ აღარ შედედა ვატირე შენ. მე მგონია რომ ყველაფერს ჯობია ამათი ყოველი გამოსვლა იყოს სხვადასხვა მონაკვეთი მიშა მაგარიას სიმღერადან. აი პროსტა ეგრო იყოს ხოლმე. ყველა ამათი კომენტარი. ეს რო ჩაგდო მართლა რევოლუციონერებში, აი ლენინში, ლენინთან. კაცებში? ხო, ნუ არის. შემსრულებლებში. ძალიან ბევრს არის. არა, შემსრულებლებში. ხო, აი ჩე გევარასთან. შემსრულებლებში. ფიდელ კასტრო. არა, კომეინი. ბევრი რევოლუციონერი ისე არის. კომეინი. წარმატებული რევოლუციონერი. ბაზარი არ არის, ბიჭო, ყველაზე თავზე შევაღებული ხალხია. ლენინი, სტალინი, ტროცკი. ბაზარი არა. აი ასეთ სასტავდა დერჟინსკი, ასეთ და ეს უფრო ფრანგული რევოლუციის სულისკვეთების მატარებელია და მაგიტო რა. რობესპიერი. როსე შაფოთზე ადიოდა როსე შაფოთზე ადიოდა პავლენიშვილი. აუ რა ჯორჯო ხეთი დატრია. გალაქტიონმა ესედაც არასოდეს ბედი არ ყოფილა ისე ძლიერი როსე შაფოთზე ადიოდა პავლენიშვილი. აბა ბიჭო. მაგარია. პავლენიერი. პავლენიერი. კი. კაი, გია ბუღაძე გაუშვათ და შენ უხშეხ. ვაიმე. მინდა. უღიტო. გონია რომ პროტესტის გარეშე ადამიანები მორჩილი ადამიანი არ არის. შეგნებულ საზოგადოება არის კრიტიკული საზოგადოება და საზოგადოება მხოლოდ იმ შემთხვევაში საზოგადოება მაშინ თუ კრიტიკული აზროვნება ფათაშორის მართლა გავაჩეროთ ფათაშორის მართლა ძალიან კრიტიკული არა მართლა იგრა და საბჭოთა დროს ყოფილა ეს ესე იგი დისიდენტი просто ლენინს არ დაავალ არა შარჟებს აკეთებდა არა დაავალ შარჟებს აკეთებდა იცი პროტესტის ის მიმართულება ხო იცი გადახაზა და ესე კრესტები რა ჰქონდა კი და ეგ მიმართო მაქედან დაიბადა ლენინი არ დახატა მიშას დროს მე ხო გაქცეული იყო ეს ერთ ადგილას არ შეუძრა მიშას დროს წავიდა ბაშკოლა და იქიდან აფინანსებდა თვითონ საბჭოთა კავშირის დროს საბჭოთა კავშირიდან იყო ამერიკაში იყო მე გადასული არა ამერიკაში არა სადაც შრი-ლანკაში ხომ არა ფეხით წავიდა მაგარი სხვა შორს ახლა აქ წერია ჩვენ აღარ ვაცადეთ ამ ლენინს არ ხატავდა ულაპარაკე იმას რა ქვია ულვაშს სავარცხლო საქართველოს ოცნებას ახალი ის მოგონა აქამდე ჯოჯოხეთი და რაღაცა ბიომასა ხო ბევრი რაღაც გაგვიგია ლექიაო რომელიც ჩაირეცხებაო აი ხარ ლექი იმა ხო მაგრა ჩაგვრეცხა მიშა მამის კუმირმა შულდაზე არა კაცო მიშა ნაღმაშა საკანი საკოვი სკაცოს სოხეს გახსენებაზე მინდა გითხრათ რომ დღეს დაიჭირეს კი ძალიან დიდი შეშფოთება არ გამოხატა ვაფშე არავინ არ გამოხატა ყველა ფეხზე კიდია სომხების ხელმძღვანელმა თქვა რომ როგორც მიშა მაგარიაში მიშა შულდაზე ნომერ პირველი შემთხვევა როდესაც არცხრება რუის ურბნისის კრებას ჩაატარებს სამოქალაქო პირი მართლა მე გავწმინდა კომენტარების გარეშე მე ფაქტი მოვყევი უბრალოდ მეტი არაფერი თვითონ ჩვენ ევრობიუროკრატები ხო არ ვართ ყვილები მოყვეთ ფაქტებს ყვებით რა მოძმე სომეხი ხალხი გაარკვევს კი ბატონო ვირა უნდა და სად უნდა დიამეტრეველი მინდა ვინა დიამეტრეველი აი დიამეტრეველი არის ლელოსი დეა თუ დია ლელოში ხო და დატოვა პროტესტის დიამეტრეველია თუ დია ელდია დია გავუშვით დასაწყისში არის ესე იგი რეგისტრაციის ბოლოვა და როგორც ვჩები და ხვდები და ესე იგი ეს პერიოდი მე ვთვლი რომ კიდევ ბევრი რამე მოხდება და კიდევ შეიძლება ყველამ ერთად შევქვნათ ის ნიადაგი
ბევრი ვისაუბროთ, რომ თავარი რაც უნდა გავაკეთოთ, ალბათ არ გაუძლოთ საქართველოს მოქალაქეებს. ეს ის არის. ელიტა. ეგ არ არის, მაგრამ ეგ არ არის. ერთი საერთო გეგმის და ასაგები, აი ეს მეორე ესეთიც არსებობს, მაო. ეს იძახის არის. ყველანი ვართ რა, აი ელიტა რა. ლელოდან რო წამოვიდა, წამოვიდა, როცა მათ გადაწყვეტილება მიიღებს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ და ეხა იძახის რომ რეგისტრაციამდე კიდევ დროა და შეიძლება ლელომ გადაიფიქროს. ამასობაში დონალდ ტრამპმა მოლდოვას 25%-იანი ტარიფი დაუწესა. რატო? სართაული გავეცანე ხო სულ გაზო სტატისტიკას არაფერი არ დაუწესებია, მაგრამ ჩვენ არც მაია სანდუს იმაზე ხო გახსოვს? ხო, ჩვენ არც ვაჭრობთ. ლამის ზელენსკის ტოლფასი რო ქართველ ლიბერალებისთვის. ეგ სალომე რო გამოვიდა, გახსოვს? მაია სანდუს იცი ვინ არის? რომ მიმართა. აქედან მაია და იცი რომ სანდუს დაჭერილი ყავს გაგაუზის. კი, გასო ვიცი, რა თქმა უნდა. კაი. და არაფერი ვაფშე არავინ არ შეშფოთებს. კი, იმაში რა ქვია, ლეპენის პარტიის სათაოფისში სპეცრაზმი შევიდა საფრანგეთში. კი, იმას რაღაცა ჩლეკა ჩაატარეს ამბები. 0. 0-ს ფოთოს. ჩვენ და მე რეზოლუცია მიიღეს. მაგრამ ჩვენთან შფოთავა რომ სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ არის აღიარებული საქართველოს შემდგომ ვადამოეწურა. ანუ მიზეზი რომ მარტო ეგ რომ ვადამოეწურა, ანუ რანაირად. ხვალამდე მეგობრებო. აბა, კარგად. აღარ არის.